ბაბილინა, კიდევ ერთი საყვარელი ვიდეო დაიდო ჩვენ საიტზე. და ყველა საყვარელი რომელი უნდა გვიჩვენო? დაძმა ვასაძეები. ნახოთ. Titi luke konepi, et patara tigani, sakamode pedika, ses mamat megigani. აუ რა მაგარია. და აი კიდევ ერთი საყვარელი ტყუპების ვიდეო. თორნიკეს ტყუპები, ხო? ძალიან მაინტერესებს, მოდი ნახოთ. კაცი დაძეები, ნახოთ. ზვირფასო ტელემაყურებელო, დაძმა კაციტაძეები და ვასაძეები ჩვენთან არიან სტუდიაში და როგორც წინასწარი მონაცემებით ვიცით, ისინი დაუმორჩილებლები არიან. ხო და ლექსი ციციანო, სიმღერაცო, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მათი ნდობა მოვიპოვოთ, ხო ასეა? ნახოთ. მანახეთ. რამხელები არიან? 3 წლის. აი 3 წლის ანდრიამ უკვე იცის რომ არის ვაჟკაცი და გოგოს უნდა დაუწყოს. ნამდვილად იცის რომ კესოს უნდა დაუთმოს, იმიტომ რომ გოგოა. რა მაგარია? ისიან ლექს. რა ვიცი, შემპირდნენ ვიტყვითო და ნახოთ. კესო. მიდი, აბა. წამოდი, მე მგონი უნდა მანქანა. Nu e pare goras, სიცივეს კაცი მოუკლავ, საწყალი აგერ გორავსა. აუ მაგარია, ოჩა. და მე ვიცი, ანდრია იყო მზე. აბა. თქვენს ხალვაჯი გყავთ და თქვენ შემთხვევაში როგორ არის ეს? საერთოდ განსხვავებულები არიან ხასიათით და ტანსაცმების ფერებიც ყველაფერი მწვანე, ვარდისფერი. ვასაძეები. იტყვი ლექს. მე ლექს თუ იტყვი მიკროფონს მოგცემ. იტყვი? ესენი ხო დაუმორჩილებლები არიან და მოდი, ჩვენ ნდობას დაიმსახურებენ თუ არა, აბა. იტყვით ლექს. ლექს იტყვი ნიკა. ამემალა ერთი ვასაძე. ეს ლექსანას ვერ მიიღე. დაიცე, გავარკვევი, შენ რა ქვია? შენ? მარინიკა, წამოდი ლექს, აბა სცენაზე. მარინიკა და თევზი ერთად მოდიან. აბა დაბზანდი. ნუ თევზიც მოდის, ხო? თევზი ჩუმად იქნება იმედია. ვის გაუბედი? ვისა გზალა და ვისა გაძება, სამი წიმს ხესურად ყופებს რომ ჭიდება. საღამოჭურწია თათათმედლო გადედიკა ოცდება იბნევა ირევა ზამერედი ლამდერეს ხადა იღლება ამიტომ საწრაფოდ ამიტომ უთო დედიკო დარეთით მანქანა ჭირდება. რა მაგარი ლექსია. ბრავო ვასაძეები, ბრავო. ოჩა. რა მაგარი ლექსი. სტუმარია, დახვდით. და ჩვენი სტუმრები არიან ტყუპები, ბალერინები, ჩანტლაძეები, ბებიასთან ერთად. ულამაზესი გოგონები, ინა და ნინა. მაინტერესებდა როგორია ტყუპები და მომეცა საშუალება ამისი, ჩემო შულმა მომცა ამის საშუალება. ძალიან საინტერესოა მათი ყურება, იმიტომ იდენტური ტყუპები არიან. ვერძლებენ რა თქმა უნდა უერთმანეთო და აბსოლუტურად ერთნაირად აკეთებენ ყველაფერს. ავათაც ერთად ხდებიან, განიცდიან ერთმანეთის ამბავს, თუ ერთს გაუბრაზდი და მეორე განიცდის, რომ ის ტირის. გასაგებია, ეს დისტანციურად განიცდის, რას რომ ამას რო უბრაზდები, მე რატო არ მიბრაზდები? არა, ის რომ ტირის იმას განიცდის და მასწავლის რომ ჩაეხუტე და გაჩერდება. და დისტანციურად გრძნობენ ერთმანეთს. სხვადასხვა ადგილას ყოფებია. არ ქონიათ, ერთი შემთხვევა ქონდათ, ერთი ავად იყო და სამატყოფოში იყო და მეორე წამოვიყვანე და ისიც ავად გახდა. ერთი-ორჯერ აერიათ ძიძებს პატარები რო იყვნენ, ერთი და იგივე წავანეს. აი ეს თემა, ეს ეთქო მეცამერია. მეუბნებოდა მე არა, მაგრამ შენ უნდა შენ ხო იმან ვერ გაარკვია, რა თქმა უნდა. ბალერინის ისინი აცვათ ტანის ამოსი და ხომ არ უნდა იცეკვონ, ან ხომ არ უნდა იმღერონ და იცეკვონ ერთად. გინდა სცენა დაუთმოთ ბაბილინა? მოდი არაჩვეულები, ჩანტლაძეები. ტყუპები.
შენთვის იშვება შენი კოცნის ეს გული სიყვარული ნივსება შენი მილის დედა ხარ შენ სიგეთის დედა ხარ და ცხოვრების მდინარი სულ ძაღლთან აბელინა, YouTube-ზე ყველაზე მაგარი ტყუპები ვნახე. იცი რა ცეკვავენ? მაჩვენება. ახლავე. ძალიან მაგარია, ნამდვილად ვერაფერს ვერ უთხრა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მე მირჩევნია ექსტრა ჯგუფში ტყუპები რო დადიან, აი ისინი რა, ჩვენი ბიჭები კი. და ისინი ჩვენი სტუმრები არიან. ძმები, ჯიბლაძეები. მანახეთ. მოგწონთ ჩვენი სტუდია? კი, ძალიან კაი არის, მხიარული. მოგწონთ თუ არა ერთნაირი ტანსაცმლის საზოგადოებაში გამოჩენა? ნაკლებად, განსხვავებულ თუ გაქცევა უკეთესია. ბავშვობაში მოგწონდათ? ბავშვობაში ერთნაირად, ბავშვობაში სულ ერთნაირი გვეცვა და მაგიტომ ეხა უკვე სხვა გემოვნები გვაქვს. სულით თუ არა ადგილებს? აი ერთმანეთის საქმეს თუ აკეთებთ ხოლმე? იშვიათად. ეხა უკვე აღარ, იმიტომ რომ ისე აღარ გავართ, მაგრამ ბავშვობაში კი რაღაც რაღაცე. ერთდროულად თუ ხდები თავად? ერთდროულად არა, მაგრამ ანუ ჩემი მზად ავათა, მეორე დღეს მე უეჭველი ავათა, იმიტომ რომ რა ხდება? და ერთდროულად თუ გშივდებათ? კი, იმიტომ რომ ერთდროულად ჭამთ და მე ერთდროულად ნამდვილი ტყუპები არიან. ნამდვილი. და დისტანციურად თუ გრძნობთ ერთმანეთს? აი დავუშვათ თუ დაშორდით ერთმანეთთან? არა, მე არ მქონია ეგეთი. არა, სულ ერთად ვართ ხოლმე და ეგეთია საერთოდ ერთმანეთს. ძალიან კარგი ეგრეც. ერთად ყოფნა არ გბეზრდებათ? თავს შორს მე არა. აუ, ჩემს დროს შენ. არა, მართლა არა, იმიტომ რომ ვიყვარს ერთმანეთი. და მოგწონთ თუ არა რომ ტყუპები ხართ? კი, რაღაც განსხვავებული გრძნობა რა, ანუ ყოველწენ განსხვავებული ხარ, იმიტომ რომ მეორე ნახევარი ყავს შენაირი და ანუ კაია ძალიან. მე უნდა ვკითხო რა, ანკეტაში კი რაღაც ეს კითხვა, მაგრამ აი შეყვარებულობის პერიოდში ერთნაირი გოგოები მოგწონთ თუ განსხვავებული გემოვნები? სხვა შორის სხვანაირი გემოვნები გვაქვს გოგოებშიც. და თვითონ თუნთაგანი თulis რომ უკეთესი გემოვნება. ეგ ეხ თავის. ჩემ დროს უკეთესი გემოვნება. როგორი ძმები არიან. ძმები, ჯიბლაძეები. ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ ახალი ტყუპებით დაგიბრუნდებით. და რაც მთავარია, ჩვენი სტუმარია ლექსენი, საბავშვო რეპერტუარი. არ არსებობს. და კიდევ ჩვენი მამალი კოტე თავის ტყუპის ცალთან ერთად ცეკვას დგავს. და მეორე ბლოკს სწორედ ამით დავიწყებთ. არ გაგიკვირდეთ, ეს ხომ გადაცემა თავდაყირაა.